პირველ შემთხვევა არ არის, რაც ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება ჩვენ მათგან არ გვახსოვს, მკაფიო და ცხადი თუნდაც რიტორიკის დონეზე შეფასება წარსულის და თანამედროვეობის რუსული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აგრესიისა და ოკუპაციისა და მასობრივი ტერორისა და დანაშაულებების შესახებ, არ ვიცი, იშვიათი არის რაღაც მიესწრებული მაინც რომ მოიძებნოს. განსაკუთრებით საბჭოთა რუსული ოკუპაციის ამ დღის გახსენებისას ყოფილა შემთხვევები წინა წლებში, რომ სრულიად საბჭო-რუსული ნარატივიც კი გაუმეორებიათ, რასაც მოყვა კიდევაც საზოგადოების აღშფოთება და წელს ახლა და დღეს ცხადი და გასაგები არის, რომ როდესაც რუსული აგრესია არის მასშტაბური და მიმდინარეობს რუსეთის დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც საქართველოს მმართველი რეჟიმი დიდი ხანი არის პოზიციონირებს როგორც რუსეთის მხარდამჭერი, პირდაპირ იზიარებს მის დეზინფორმაციული მესიჯების სულისკვეთებას, პირდაპირ იმეორებს, ხელს უწყობს ამ რუსული დეზინფორმაციის აქ-შიგნით გავრცელებას და აქ მათი პროპაგანდისტული მესიჯი ბატონო ირაკლი არის ის, რომ აი თუ კი ჩვენ ვართ რუსეთის მხარდამჭერი და ვატარებთ კაპიტულანტურ პოლიტიკას, მაშინ რატომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რატომ უსმენს დასავლეთის საქართველოს და ასე შემდეგ. ეს არის მათი მთავარი მესიჯი, მთავარი არგუმენტი ამ თემის კომენტირებისას. რა თქმა უნდა, ეს დემაგოგია არის, თუ კი რაიმე ელემენტარული პროგრესული ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს მიერ არის გადადგმული, უბრალოდ ჩვენ დასავლელი პარტნიორების მხრიდან არის ამ მხრივ დაფიქსირებული მძაობა და კეთილი განწყობა, ეს არის გზავნილი საქართველოს საზოგადოების, ქართული ხალხის და ერის მიმართ და არა მის მმართველ რეჟიმის, რომელიც პირდაპირ კონფრონტაციაში და პირდაპირ შეურაცხყოფელ, ასე ვთქვათ, ვერბალურ დაპირისპირებაში იმყოფებოდა იგივე დასავლელ პარტნიორებთან ბოლო წლების განმავლობაში და ისე რომ მიუბრუნდეთ დღევანდელი დღის ასე ვთქვათ გარშემო მმართველი რეჟიმის რიტორიკას, რა თქმა უნდა ისინი არ და ვერ ახსენებენ რუსეთს როგორც ამ ისტორიულ დანაშაულებათა ავტორებს. ერთი მხრივ იმიტომ რომ რუსეთის დღევანდელი მმართველი რეჟიმისთვის ეს ისტორია არის განსაზღვრელი და ხელშეუხებელი, ისინი ამოდიან ამ ისტორიიდან, ისინი საბჭო-რუსულ გამოცდილებას საბჭოთა კავშირს აფუძნებენ თავიანთ თანამედროვე პროპაგანდას და საგარეო პოლიტიკურ და აგრესიულ ნაბიჯებშიც ასევე იყენებენ აი ამ მეხსიერებას წარსულის შესახებ და თავისთავად ვერ შეეწინააღმდეგებიან ამ ფარველის და პარტნიორის რიტორიკას და მეორე მხრივაც თავადაც, როდესაც ისინი წარმოადგენენ სატელიტ ფაქტობრივად სატელიტ და ადგილობრივ, ასე ვთქვათ, წარმოადგენს რუსული გავლენისა, გასაგები არის, რომ ისტორიულ კონტექსტშიც არც არსობრივად, არც ემოციის დონეზე მათ დიდად არ აწუხებთ, რომ 100 წლის წინ, მეტი 103 წელი არის ახლა უკვე საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო დემოკრატიული საქართველო და გააკეთა ის, რასაც დღეს ცდილობს და უფრო სამწუხაროდ ანალოგიურად ახერხებს წარმატებას ამ მხრივ, რომ 100 წლის წინ, როდესაც საქართველო იყო სრულფასოვანი დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული და ესეთი სწორ გზაზე მდგომი სახელმწიფო საბჭოთა რუსეთმა პირდაპირ სამხედრო აგრესიით დაიპყრო, მოახდინა ოკუპაცია და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა ყველაფერი, რაც აი იდეის გარშემო არსებობდა ჩვენს ქვეყანაში და დღესაც ანალოგიური გამოწვევა გვაქვს, ხო, საზოგადოების უმრავლესობას სურს, რომ დაინახოს საქართველო როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი, დაცული მშვიდობიანი და ჰარმონიული განვითარებისათვის, დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ინსტიტუტების განვითარების გარემოში მყოფი, რომლის ხელისშემშლელი ფაქტორი და რომლის წინააღმდეგ მომართული ძალა ეს არის პუტინის რუსეთი, მემკვიდრე საბჭოთა რუსეთისა და რუსეთის იმპერიის და ანალოგიურად ყველა ინსტრუმენტს იყენებს ის ამ მომავლის
გამოსარიცხად საქართველოსათვის და მათი გავლენის ქვეშ ყოფი, მათი პარტნიორი და სატელიტი რეჟიმი ქართული ოცნების თავისთავად არის ინსტრუმენტი, რომელიც გამორიცხავს ჩვენს ამ სამკვან მომავალ შეიძლება ასე ითქვას. გასაგებია. ბატონო ირაკლი, მინდა თქვენი და ფორმულას მაყურებლის ყურადღება მივიპყრო, რატომღაც მივიწყებული ერთი ფაქტის შესახებ, ოკუპაციამდე 1 წლით ადრე 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთმა ცნო საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ქართულ მხარეს მაშინ, როგორც ვიცით, წარმოადგენდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და პირველი ელჩი საბჭოთა რუსეთში გრიგოლ ურატაძე. რადიო თავისუფლების არქივში არსებობს 1955 წლის ერთი საინტერესო ჩანაწერი, სადაც ურატაძე ყვება მოსკოვში ლენინთან მოლაპარაკებების, მიღწეული შეთანხმებებისა და დარღვეული ხელშეკრულებების შესახებ. შეგვიძლია მოусმინოთ ამ ფრაგმენტს ჩანაწერიდან და ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. 7 მაისს ხელი მოაწერეთ ხელშეკრულებას. ბოლშევიკების გულწრფელობა არასდროს არ გწამდა. მათ ბუნებას ჩვენ კარგად ვიცნობდით. ვიცოდით, რომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა, მაგრამ თუ ასე ცინიკურად დაარღვევდნენ ხელშეკრულებას და ისიც ისე მოკლე ხანში, ამის დაჭერება კი ძნელი იყო. საბჭოთა მთავრობამ თავის მოვალეობად გაიხადა, რომ ის არასგზით არ ჩაერეოდა ჩვენს შინაურ საქმეებში, მაგრამ გულში მაინც ინახავდა და აღვივებდა ჩვენს ქვეყნისადმი მტრობას. ქართველი ხალხის მიერ გაძევებული ქართველი კომუნისტებიც ყოველი მხრიდან უსისინებდნენ და აკეზებდნენ მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგ და კიდევაც მოიყვანეს წითელი ჯარები. დაიპყრეს მათი საშუალებით ქვეყანა და გაბატონდნენ. აი ბატონო ირაკლი, ამ ჩანაწერიდან რა უნდა გავიაზროთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ხელისუფლებამ და ზოგადად რატომ დაარღვია ასე მალე საბჭოთა რუსეთმა ეს ხელშეკრულება, როგორც უკვე თქვით და აღინიშნა ამ ხელშეკრულებაში საქართველოს ტერიტორიები აღიარებული იყო და სუვერენიტეტი და მთლიანობა აღიარებული იყო. რა თქმა უნდა, საბჭოთა რუსეთის და რუსული სახელმწიფოს ბოლო საუკუნეებში ყველა ფორმაციისათვის ნებისმიერი ხელშეკრულება, ნებისმიერი პირობა, ეს არის ძალიან არამდგრადი და ესეთი ფორმალური მოცემულობა, მას ამოძრავებს თავის იმპერიული ამოცანები, მიზნები და შესაბამისად ძალის ენაზე, უხეში ფიზიკური, სამხედრო ძალის ენაზე და პრაქტიკაში ამას ახორციელებს. ეს არის გაკვეთილი, თავისთავად ყველას პირველი რესპუბლიკის დროს ეს ესმოდა, თუმცა თანამედროვე საქართველოში ალბათ აი ამ 70 წლიანი საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმისა და მთელი პროპაგანდის და ტვინის გამორიცხვის უზარმაზარი პერიოდის და პოსტსაბჭოთა პერიოდში ასევე რუსეთის მემკვიდრე სახელმწიფოს მიერ ანალოგიურ კურსის გაგრძელების შედეგად რთულია ზუსტად ამის საქმე, რომ რუსეთი, რუსული იმპერიული დღესწესრიგი არის ნომერ პირველი საფრთხე, ეგზისტენციური საფრთხე საქართველოსთვის, როგორც აი პოლიტიკური იდეისთვის, რაც უნდა იყოს თანამედროვე საქართველო, ეს არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და დასავლური ოჯახის წევრი საქართველო. ეს არის არსობრივად მიუღებელი რუსული იმპერიალისტური პროექტისათვის და ის ყველაფერს გააკეთებს, თუნდაც დასუსტებული, თუნდაც მძიმე მდგომარეობაში ყოფი ყოველთვის მოძებნის რესურსებს, რომ საფრთხე შეუქმნას, პრობლემები შეუქმნას საქართველოს აი ამ საუკუნოვანი მიზნის რეალიზებას. ანუ ეს შეგვიძლია ვისწავლოთ, ამაზე უნდა იყოს საუბარი პოლიტიკურ საგანმანათლებლო კულტურულ სივრცეებში და ფორუმებზე ყოველთვის განსაკუთრებით ოკუპაციის გახსენების ამ თვის განმავლობაში ეს არ უნდა იყოს მხოლოდ 25 თებერვალს ომის მეხსიერება და ოკუპაციის და დაპყრობის ეს შეგვიძლია რომ კონდეს მთელი თვის განმავლობაში, როდესაც ეს ომი მიდიოდა 1921 წელს 11 თებერვლიდან 17 მარტამდე და არ არის საკმარისი მხოლოდ აი ესე თუნდაც რიტორიკის დონეზე ვიმეორებდეთ და ასე ვთქვათ ვახმოვანებდეთ ამას სჭირდება სისტემური კომპლექსური მეხსიერების პოლიტიკა, რაც თავისთავად ამ მმართველ რეჟიმის ხელში გამორიცხულია პრორუსული სენტიმენტების გამო.